მოგესალმებით 828 ისე გიბრუნებით YouTube-ზე. ამ ვიდეოში ავხსნი თუ როგორ დავიჭირეთ ძალიან მაგარი ტრეიდი USD CAD-ზე და ანუ ამ ვიდეოში განვიხილავ თუ რას ველოდებოდი, რას დაველოდე და რატომ შევედი აი ამ პოზიციაზე. პირველ რიგში ხედავ რომ აი ამ მონაკვეთში 5 წუთიან time frame-ზე ვარ. მაქვს რა? ანუ ფასმა liquidity sweep მოგცა, ანუ манипуляция მოახდინა ამ high-ზე. მოდი მოვნიშნოთ liquidity sweep-ი. შემდეგ mineral breakout structure-ი მოგცა და გააგრძელა რა? bearish trend-ი, ანუ გვაქვს lower high, lower low, lower high. და რატომ არის აი ეს მოძრაობა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ რა თქმა უნდა აქ ქონდა რა იმბალანსი, ძალიან ბევრი ადამიანი ეძახის fair value gaps, ან inefficiencies და რა ქნა მარკეტმა? რა თქმა უნდა შეავსო ეს იმბალანსი, supply zone შეეხო, ანუ mitigation-ი გვაქვს და შემდეგ რა ქნა უკვე? ჩვენ თუ გვინდა რა თქმა უნდა გავიგოთ ეს supply არის ვალიდური თუ არა, მაშინ რა თქმა უნდა მოგცეს რა ახალი lower low, ანუ ეს lower low უნდა გავტეხოთ. და ზუსტად supply-მა რა ქნა? გატეხა აი ეს low და შექმნა ახალი lower low, ანუ ეხლა გვაქვს continuation of the trend, ანუ ტრენდის გაგრძელება გვაქვს. აქ გვაქვს lower high, lower low. რა მოხდა? აქ ხედავ რომ ეს mitigate-ით არის supply, ამიტომაც არ გამოგვადგება და შემდეგ გვაქვს ქვევით აი ესეთი საინტერესო supply, ხო? რა თქმა უნდა, რა გვაქვს breakout structure-ი, გვაქვს mitigation-ი, ანუ დაარესპექტა რა, bearish order flow, supply chain-ი გვაქვს, ანუ ფასი ყოველთვის არესპექტებს წინა supply-ს. შემდეგ გვაქვს იმბალანსი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ და გვაქვს inducement-ი, ანუ გვაქვს liquidity-ის ერთ-ერთი ფორმა. ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ აქ smart money trap-ი. და რატომ არის ეს smart money trap-ი? ეს smart money trap-ი იმიტომ არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანს გონია, რომ აი ეს order block-ი ან supply ან POI არის ვალიდური. სინამდვილეში კი არის მახე. და მახე ვისთვის? ვისაც FOMO აქვს, ვინც მოუთმენელი არის ტრეიდინგში და მაგათვის არის ეს მახეები და ეს ლიკვიდაცია. იმიტომ ტრეიდინგი და ესე რომ თქვა ბაზარმა და მარკეტმა იცის, რომ როდესაც ვაჭრობს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ აქვთ აი ემოციების კონტროლის პრობლემა, ფსიქოლოგიური პრობლემა და ფორსავენ ტრეიდებს, ანუ ყველა პოზიციიდან შედიან, რატომ? იმიტომ რომ უნდათ ფული გააკეთონ. ხო? აქ უკვე ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ესე რომ ვთქვათ, მოვლენები ხდება რა. და აი ეს ძალიან, როგორ ვთქვა, აი მართლა მნიშვნელოვანი ზონა არის და მოძრაობა. იმიტომ იმბალანსის გვაქვს, breakout structure-ის გვაქვს და ფასი უბრალოდ ესე რომ ვთქვათ, ატყუებს ხალხს და შეყავს აქედან. ანუ inducement-ი, აი რო დავწეროთ. ინგლისურად რას ნიშნავს, ხო? ინგლისურად ნიშნავს, რომ ვიღაცა რაღაცას გაგაკეთებინებს რა და ზუსტად იგივე ლოგიკადებს აქაც რა. ანუ მარკეტმა ძალიან ბევრ ტრეიდერს გაახსნევინა sell პოზიცია. ხო? იმიტომ აიღო ლიკვიდაცია, იმიტომ მარკეტმა თუ ლიკვიდაცია ვერ აიღო და არ აიღო, ანუ აზონი და ბეზონაზე ვერ გადავა. აქაც ზუსტად ლიკვიდაცია, ანუ ლიკვიდაცია ამოძრავეს მარკეტს, ესე რომ ვთქვათ. შემდეგ რა მოხდა? რა თქმა უნდა უკვე ნიუ-იორკ სესიაც დაწყებული არის, იდეალური სესია არის ჩემთვის. რა თქმა უნდა US დოლარი და კანადური დოლარი არის და რა თქმა უნდა US დოლარი არის ნიუ-იორკ სესიის base currency, ამიტომაც ძალიან კარგ რეაქციებს და ვალუტურობას განახებს. რა თქმა უნდა აქ ძალიან მომეწონა ეს rejection-ები, აი იდეალურია, ანუ ეს rejection-ი მეუბნება რომ ფასი აი ამ supply-ს, ანუ აი ამ price range-ს ვერ ტეხავს. ვერ ტეხავს რა, იმიტომ რომ seller-ები არიან ძალაში და რა თქმა უნდა rejects გვაძლევს და უკვე ფასი ემზადება რომ ქვევით დაიდროპოს, ესე რომ ვთქვათ. შემდეგ გადავედი 1 წუთიან time frame-ზე. მოდი ვიპოვოთ ახლა ეს ზონა. 1 წუთიან time frame-ზე რომ მეპოვა ჩემთვის entry და რა თქმა უნდა მე განვახორციელე sell-ი, როდესაც აი ეს low გავტეხეთ და ზუსტად აი ამ candle-დან განვახორციელე sell-ი. ანუ აქედან ახლა რატო განვახორციელე sell-ი და ის მაგას ყველაფერს mentorship-ში ვხსნით. და მაგას მე დეტალურად დავხსნი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქედან განვახორციელე, იმიტომ დავულდე რაღაც კონფლუენსებს, ესე რომ ვთქვათ. აქედან განვახორციელე sell-ი, რა თქმა უნდა, იმიტომ supply შეეხო, მოგცა კარგი რეაქცია, დავულდე რაღაც confirmations და რა თქმა უნდა, აქედან განვახორციელე sell-ი. ასევე შეგეძლოთ გამოგეყენებინათ კიდე ერთი კონფლუენსი, Fibonacci, როგორც ხედავთ, და ზუსტად მარკეტმა რა ქნა? 79-71-დან მოგცა რეაქცია. ანუ შემთხვევით მარკეტში არაფერი არ ხდება რა. ხო, ნახეთ ზუსტად აქედან რატომ მოგცა რეაქცია? აი შემთხვევით ხო არ ხდება, თან ეს ერთი როგორ ვთქვა, ერთ-ერთი შემთხვევა არ არის, ხო? ბევრი შემთხვევა არის, რომ ესე ხდება.
აი Fibonacci setting-ები ეს არის, ვისაც გაინტერესებთ რა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და გადაიტანოთ. აი ეს რიცხვები. და რა თქმა უნდა დაველოდეთ განახორციელეთ წელი და დავათარგეთეთ რა? დავათარგეთეთ რა თქმა უნდა აი ეს lower low. რატომ? ეხლა ვიგეტყვით, ხო? ეს lower low, იმიტომ დავათარგეთეთ, რომ რა თქმა უნდა გვაქვს რა, bearish ტრენდი. ხო? როდესაც გვაქვს bearish ტრენდი, მე რა ვთქვი? რომ როდესაც აი ნახეთ, გვაქვს იმპულსი, შემდეგ correction, impulsi, იმპულსი, ნახეთ ფასი რო ეხება supply-ს და თუ მართლა ნამდვილად არის bearish ტრენდი, ანუ bearish ტრენდის მთავარი მისია რა არის? მოგვცეს lower highs და lower lows სერიები, ხო? ანუ ნახეთ, აქ lower low არის, lower high არის, lower low არის, lower high არის. ეხლა bearish ტრენდი თუ არის ვალიდური, რა არის შემდეგი მიზანი? შექმნას ახალი lower low. ანუ აი ეს lower low უნდა გატეხოს. ანუ აი აქ არ უნდა დაათარგეთო მაგალითად take profit, აქ არ უნდა გეყენოს ან აქ. იმიტომ რომ არ გაქვს ამაზე ისტორია რა, ფასის ისტორია. გაქვს მხოლოდ აქ და ამიტომაც აქ უნდა დააყენო შენი take profit. ზუსტად ეს კონცეფტი არის აქაც, ხო? ანუ ეს არის ჩვენი lower low და ესე რომ ვთქვათ liquidity. ხო? ჩვეულებრივად შეხვიდოდი აქედან და გამოხვიდოდი აქედან. ნახეთ, როდესაც ეს liquidity მოხსენით, ცოტა პატარა რეაქცია ზევით მოქცა. იმიტომ რომ ლოგიკურად ანუ ქვევით კი შეუძლია ჩასვლა, მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა აი აქ ესეთი trend line liquidity-ც გვაქვს და შეიძლება ჯერ ეს მოხსნას და მერე ჩავიდეს, რომ აი ზუსტად ეგრე მოხდა რა, აი აქ liquidity დასვიპა, ესე რომ ვთქვა შემდეგ. ხო, ანუ აქაც supply გვაქვს, დაიდროპა იმბალანსი, რა თქმა უნდა შეეხო და გაანაგრძო ტრენდი, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ არაფერი არ ხდება მარკეტში შემთხვევით, ეს მინდა რომ გაიგოთ და რომ დაინახოთ მარკეტში, ანუ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ანუ ჩვეულებრივად დაველოდეთ რაღაც კონფლუენსებს, შევედით აქედან და ბუმ 2.7 არართან დავუჭერთ იდეალური ტრეიდი. ასევე ვისაც გინდათ რომ ჩვენთან ისწავლოთ და ასევე ნულიდან აი სრულად დამწყებებისთვისაც დაიწყოთ forex trading-ი, ასევე futures trading-ი, შეგიძლიათ ჩამოგვიერთდეთ ჩვენ mentorship-ზე. ეხლა მივიღეთ, ესე რომ ვთქვათ, გავხსენით მეორე წელზე მიღება, ორ შაბათს, სამ შაბათს დაიხურება და გვაქვს მხოლოდ 4 ადგილი. ამიტომაც ვისაც გსურთ, შეგიძლიათ სერვერზე შემოხვიდეთ, ლინკი იქნება აღწერაში და უბრალოდ ტიკეტი შექმნით და ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გაგცემთ. ასევე ძალიან ბევრი ინფო გვიდევს უფასოდ, აგერ შეგიძლიათ შემოხვიდეთ, დღეს დავდეთ აი ეს ინფო და ნახეთ რამდენი არის უბრალოდ, აი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს ინფო ნახოს რა. ამიტომაც გელოდებით ყველას და წარმატებები. იმედია მოგიწონათ ეს ვიდეო.